სვანეთში. სვანეთში მივდივართ საკმაოდ კარგ ამბოლზე, მივდივართ მწვერვალ ლაილაზე, იგივე ლახილზე, რომლის სიმაღლე არის 4010 მეტრი. და ვართ კვლავ გამოუძნებლები. ორი მანქანით მივდივართ, იმიტომ რომ ერთ მანქანაში ვერ ვეტევით და კიდე პლუს სხვადასხვაები გქონდა მერე. და ესეთ სიტუაცია ჩვენს მანქანაში. და GoPro-ს წინა კამერა არის გაფუჭებული და ვერ ხედავ რას ვიღებ, იმიტომ რომ ბირთვისში მეგონა რომ GoPro თავისი დამატებით кейსის გარეშე შეძლებდა გადარჩენას და ვერ გადარჩა. ამიტომ მარტო ხედავ რომ ციმციმებს რაღაც დაიხებს და იმედი აიღებს. საკმაოდ ბევრი საინტერესო ვიდეო დავიგროვდა, მაგრამ სამწუხაროდ დრო არ არის დასამონტაჟებლად. ამის წინ ალბათ შეიძლება 5 ვიდეო მაინც დაიდოს ამაზე ადრე. მათ შორის არის ჯავახიშვილის მწვერვალი, ბირთვის კანიონი, ვაშლოვანი, წყალტუბოს ღვიმეების ტური, ეს უკვე 4 ვიდეოა. მეხუთე კი მწვერვალი ლაილას ვიდეო შეიძლება იყოს. ანუ რაღაცა ფანტასტიკნაირი Your fantastic mango. იცოდა რაღაცა იყიდა. მანგოსტა. ხარ მომორნილი. ვასიზარო. კიდე სხვა სიმაღლეზე არიან. თქვენ ხვდებით რას ვაბო? გავიმეო, ბრო. ადამიანები რომლებიც აი ამ ქაოსში ხედავენ სული სიმშვიდეს და სილამაზეს სხვა საფეხურზე არიან. თუმცა შოთა ამბობს. ასევე გამოსჭრივის ერთნაირი ტიპის ნიშანთვისებებსა თუ ნიშნებში. მაგალითად მე პედაგოგი ვარ. საზოგადო მოღვაწე. ესე იგი მოვდივართ აგერ და მივედით სანასკენ და გამოჩნდა აგერ ულამაზესი ზესხოს მხარე. თავისი ულამაზესი მყინვარებით და მთებით. ესე არ ჩანდა ხოლმე, იმიტომ რომ ერთ შემთხვევაში ამდრეს გამოგებულია ნისში ხომის სულა ძალიან ლამაზია. აი. სოფელი ცანა შემდეგ არის სოფელი ყორულდაში და ამ სოფლის თავზე მდებარეობს მყინვარი აილამა. და მისი სიმაღლე არის 4557 მეტრი. აი აქედან მხრიდან ქვემო სვანეთის მხრიდან რომ მოდიხარ, ისეთი ლამაზი და მშვენიერი ხედები გაქვს და იქით არის უკვე აილამას მხარეს ქედი რაც. ისეთი მოწმენდილიაცა, უშბაც კი გამოჩნდა აქედან. ძალიან საინტერესოა. აი ესეთი თეთრული გამოჩნდა. ძალიან ლამაზად. ესე იგი ჩამოვედით მესტიაში. ვარ ცენტრში ახლა და დაგვჭირდა 7 საათი საგაროს მხრიდან რა. რას რა გაჩერება ყველაფრიანად 7 საათი ნახევარი და რავი ძალიან კაი დრო არის სვანეთისთვის. 7 საათი ჩემი აზრით და ძალიან მაგარი ამინდია. ზეგ უწერია ცოტა ცუდი ამინდი. და ზეგამდე წესით მეორე საბანაკეზე უნდა ავიდეთ. იქ ალბათ დავიცდით მუშაობას და შეიძლება პარასკევს გავიდეთ მარცხზე. ნახოთ რა. ეხლა ცოტა აზე მოვალთ რაღაც ავასწავლეთ ისა და მერე მივალთ უკვე იმისკენ მარცხზე წესისკენ. ვისელაპარაკები. აგერ არის სოფელი ხუმარი. აქედან ავუყვებით. ზევით. აქ არის საბანაკეები რამდენიმე. ერთი აქეთ არის, ეს წერტილები რატო ამდენი არ ვიცი. მე მივდივართ აქეთ, უღელტეხილისკენ, მეორე საბანაკე. და მეორე საბანაკე არის აი. სად არის კაცო? სადღაც აი აქ. აი თქვენ ხედავთ სამ ლაილას, ერთი არის ჩრდილოეთ ლაილა, მეორე სამხრეთ ლაილა და შუალა ლაილა. შუალა ლაილა არის 4009 მეტრი. შუალაზე მივდივართ აქ. მოვყვებით ეს სამანქანი გზა არის სოფელში. ავდივართ. რავი მაქსიმალურად საღამოს სავალთ, მე მანქანის გაჩერებას ნახავთ და მე ჩემი მანქანით ვდით. ალბათ უფრო. ნახოთ შეხედეთ ერთად, აი იქნება როგორც მაგე მანქანის გაჩერებამდე მივიდეთ და
გავაჩერეთ მანქანები. აქეთ ადის გზა, აგერ. და ალბათ ვწდით მაინც რა. სადამე სავალს რომ ბარქს მაინც წავიღებ და ნახოთ. ხედები სასწაული. გავტენეთ ისინი, რა ქვია. მანქანა, ხო რაც საუსია ჩვენები აგერ დაждდებიან. და ნახოთ თუ ავალთ მანქანით. არ ვიცი თავალ თუ არა. იმედია ამ ვიდეოს ტორო არ დაეწება. ეს არის ადამიანი ხალხო. ეს თუ გავყიდე, არ იყიდოთ. ნახმარი. ნახმარი. სასახურის სახელი. არა, უგზობაზე ნავალი არა. არა, გეფიცები, აი შეუულებრიოთ. მანქანითო რაღაცაო იქ ნახე მე რაღაცეები, რომ არაო, სხვა მანქანა თუ არ არისო, სვანური პატარა მანქანა ვერაო და რა კი ვარ ბილიკის. პირდაპირ ხოხი არის, ზევით აზრი არა. ეგ არის გზა ის. ხლა ამოსვლით კი ამოვედით, მაგრამ ჩასვლით რას ვიზავთ? ეგაა საკითხავი. იმედია ევაკუატორი არ დაგჭირდება. 500 მეტრი ამოვწიეთ, 1 კილომეტრი გამოვიარეთ. ქვედა ხოხი იყო აი აქ თქვით, მაგას ამოვწდით. და ეხლა ვცდილობთ რომ ზედა ხოხთან ავიეთ. უბრალოდ ზეცმა ამინთო რომ ცოტა გაცხელდა. აი ქორულზეს მოვიდა ხო და ცოტა გავაგრილებთ მანქანას და დავაწვევით რა. ეხლა ნახე აი აქ ვადით არ ზევით. მე მარჯვენა მხარეს შევღავი სწორი არის და აი სასიარულოა უბრალოდ ერთი ამაღმართ ცოტა ვიბუქსავი და მაგან უქნა რა. ერთ ადგილას ვიღარ ავიდა მანქანა და ამიტომ მოატრიალე ისე ცოტა ქვევით გავაჩერებ. სადაც ნორმალური ადგილი იყო და ეგ იქნება და ეგ მეორე ხოხამდე დარჩენილი გვაქვს ალბათ სადღაც 1-300 მეტრი ჩართები ჩამოსვალეთ, ხო ვიჩავდივარ და მე ისე ვარ იმ ლოკაციაზე და ყოჩა მანქანა Subaru-ს ჩემგან აკივის წუმა იდად. ადამიანი დაიმახსოვრეთ. ეს არის ადამიანი. ეხლა ავალცევით და ავალთ საბანაკემდე რა. ხოხამდე შეიძლება ცოტა მეტიც ავიწიოთ. ეს ჩვენება დავიარა. ეს აღმართები. ეს შეახედე რა. ოპა. ვაი მე ზგო გზაში ყირაობს. როგორ თავს გავატანო? მარსი უჭამედა. მიგიერდა. ესეთი აღმართი მიუყვება. ნუ საკმაოდ ისეთია მკვეთრი, მაგრამ მე მიყვებით რა. სადაც მანქანა დავუვით აქამდე. ხელაპატი იქცა. იქაც მივას ხელელა კოტეჯამდე, კი არა და ხოხამდე. ხოხთან იმდენ გადავწყვეტ ამოსვლა, რომ ზედა ხოხთან არის წყალი, ახლოს. და უფრო კაი ვარიანტი იქნებოდა რა. აქ ქვედასთან დავაშორსავოთ, მაგრამ მაინც რაღაცა ხვალ რო არ გვიწევს სიმაღლის ამოწევა. ეს ყოფილა ხალხო ადამიანი. სახე გამაძრეს, რასაც ქვია კინქლებმა და აი ესე გემრიელად გვიცავს ეს მილიტარისტი შეგიძლიათ მიხვიდეთ და იყიდოთ ძალიან მაგარი რაღაცა ვინც თაში დადიხართ და კინქლებთან გიწევს ურთიერთობა. ტიტი გასვნა. მოიჭრება ეს მიეკერება მე და იმუძრაობს. ეხლა არის საღამოს 9 საათი ძვებით და ხო ვიძინებთ, უნდა დავისვენოთ. ხვალე დილას ავდგებით ალბათ ესე 6 საათისკენ, იმიტომ რომ 2-ისკენ წერია უკვე წვიმა და გვინდა რომ უღელტეხილი ავლილი გქონდეს რა. იქნებ მოვახერხოთ და ავიაროთ. ზეგ მთლიანი დღე წვიმა წერია და კაი იქნება რომ უღელტეხილზე ასული ვიყოთ და იქ გავიაროთ კიდე აკლიმატიზაცია და ვნახოთ მოკლედ რა და როგორ იქნება. აი აქეთ არის მეორე ხოხი რა. სადაც ამოვედით ბანაკი და მარცხნივ გამოვყვევი, რუკაზეც კი არის პეტანილი. წყალი არის საკმაოდ გემრიელი და შეგიძლიათ აქეთ წყალი აავსოთ. და ამ ბილიკზე წყლები ბლომად არის, ზევით ხევებიც არის რა. მეორე დღე აღარ გავივიძეთ. ესეთი
ლამაზიცა არის და ხედები. არობი ავშალეთ, ეხლა ცოტა შევჭამთ და დავალთ უკვე გავუყოვით მარშრუტს. მიდის აისე, ამას მიდის უკვე ამხიდან და გადის ალპურ ზონაში. გადის უღელტეხილზე. აქეთ წყალი. მეთქი საბანაკი. და დავაწერეთ. დააწერეთ რა ამ გოგოს საპატივცემო პროცესს ამოვიდა. ამინდის კარგი დაწერა, თუნდაც აღარ აჩვენებს ეს დიდად და შევადგებით აღმართებს, შეუდგებით. აი მძიმედ ვარ, არა? მივდივართ ნელ-ნელა. კარგად წესით. 7 კილომეტრამდე გვაქვს საბანაკემდე მისასვლელი რა. მთლიანობაში ქვევიდან 16 კილომეტრიანი მარშრუტია. აქედან 6 კილომეტრი არის სუზევით საბანაკიდან მწვერვალამდე. 10 კილომეტრი ამოსასვლელი 1-5 4-მდე მაინც ამოსვლები ვართ. 4 მეტრილე, 5. ეს 6 კილომეტრი გვაქვს დარჩენილი. ზედა საბანაკემდე და სიმაღლის საწევო სადღაც 1100 მეტრი. ეხლა არის 9 წუთები. ალბათ მაქსიმუმ 3-4-ზე უკვე დავიყოთ ნელი სიარულით და დასვენებებით რა. მაგრამ მძიმე წამით ჭირს სიარული. ყველაზე ზევით რაც არის ეგ ქოხი. აი მაგარი სასეული სიტყვა აქვს. ბილიკი მიდის ასე მიუყვება. ადის აი ჩანჩქერს უგლის მარჯვენა მხრიდან და ადის ზევით უღელტეხილზე. აი ჩანს კიდევაც უღელტეხილი. იქიდან მაქსიმუმ კილომეტრი არის ქვევით დასაშვები რა. და მივალთ მე საბანაკისთან. ეხლა არის 9 საათი. აუ იქამდე ალბათ ესეთ 3 საათში მაინც უნდა ავიდეთ რა. 3 საათში ან 4 საათში მაქსიმუმ. წყლები არის საკმაოდ. გაზეთს იყო აი აქაც არის აქვე. აქედან ხარესაც ჩანს წყალი. ანუ იქითაც არის და ცოტა გაწევა გიწევს ბილიკიდან, რა. ის საშუალება არის. საბანაკეზე ზევით არის წყალი, მოდის პატარა მდინარე. ამოწიეთ კიდე ცოტა სიმაღლე. ამინდი ნორმალურია ჯერჯერობით. 3-ზე უწერია კიდე ცოტა პატარა წვიმა რა, არა მგონია რამე ისეთი იყოს ალბათობა რამე. 30%-ია და დიდად არაფერს არ ნიშნავს. ესე სერპანტინებით ამოდიხარ. აქეთ უკვე დიდად დამავლელი არ არის ამოსვლა. იმიტომ რომ ზიგზაგებია. მაგრამ ზედაპირი არის ისეთი რომ სრიალებს და კარგად ვერ დადიხარ რა. ჩამოსვლა ალბათ აქეთ ბათინგის ჯობია, იმიტომ რომ ბოტასები შეიძლება გაგისრიალდეს კიდევაც და თან დაღლილზე კოჭის გაატრიალების ალბათობა უფრო მეტი იქნება. ეს აზამთროები დამარილებით დაშაქრებული. აი ქევართ დასასვლელები უღელტეხილზე და რა გადარჩა. 600 მეტრი სიმაღლის აწევა. 2499. 2500 რაღაცაზე ვარ ფაქტობრივად. ეს ბოლო აღმართი რაც უღელტეხილთან ამოდის. საკმაოდ მკვეთრია მაინც და დაღლას დაგვეტყო რა. დაიღალა სხეული. დასვენებას ითხოვს. და აი ცოტა დარჩა რა უღელტეხილამდე მე სწორი არ წესთ მე არ ვიცი შეიძლება პატარა ამაღლება იყოსო და ეგ რუკაზე ვეღარ ვნახე დიდი ამაღლება არის თუ არა დიდად ამაღლება. ავალთ და მე გადავალთ საბანაკეზე და ბუზები აქაც ნის მურყავენ. უღელტეხილზე 3100 მეტრზე. აქეთ ხედები. იქ არის მარშრუტია 20. როგორც ვთქვით 2-3-ისკენ ჩავალთ საბანაკისგან 3-ისკენ უთხრა. ესე მიდის გზა. მე პატარა სიმაღლეს წევს და იქიდან უკვე იწყება დაღმართი. აი გამოჩნდა თოვლის მასივიც. საკმაოდ ცუდი დასაშვები არის. ნაშალია და ფეხისრიალებს მაგრამ ამიტომ საკმაოდ ნელა დავდივართ. აქეთაც მუციცაბოა. ამიტომ სიფრთხილე გამოსაჩენია ნელა. მაგრამ ხედები არის სასწაული. აქეთაც ძალიან ლამაზი ხეობა არის.
ესეც წინა მხარეს ყინვარები. ოპა, მაგარი ხარი უბერავს. აქეთ ჩანჩქერი ჩანს და იქით ქვევით უნდა ჩავიეთ დინარესთან საბანაკეზე. არახმა შეიძლება აღარ ისმოდეს კარგად ეხა უკვე GoPro-ში. დაბარგული ჰობიტები ვართ და მივდივართ ყინვარებისკენ და თავარია ერთმანეთს არ წააღებს. არ წააყარო რამათმა და ეგ არის. ეგია უნიკალური. არ მეგონა არ მოველოდი რეალურად ესეთ ხედებს აი. გავიდა სასწაული ხედებია რა. ესეც საბანაკე. აქ ხოხი არის, აქ მაგიდა არის მოწყობილი. ვიღაცას მარილი დაიყარა და სიმი უჭამია პეჩენიები. აქეთ ხოხი არის რაღაცა რომელიც მომარაგებაზე ორიენტირებული ნუთელაო, გაზიო, ძირსაგებიო. აბა კმაყოფილი სახეები, კმაყოფილების პროცესში უბრალოდ. ნახი რა ტიპია. აუ, მაგარი ძმა. ცოტა ღრუბლიანი იყო და ესეთი ლამაზი მზის ჩასვლის golden hour-ის ეტაპი გვაქვს ფაქტობრივად. მეგობარმა მოკლა გამოგვატანა თავისი გაკეთებული ჩაები, ახალი გამოწება აქვს. აგერ შინამოს ჩაები არის, ფასმანდუკი, არტემისია და აგერ არის თავშავა. თავშავას ტესტავთ ეხლა, ნახავთ რა იქნება, როგორ იქნება. ესეთ ლამაზ ხედებზე. ნისლები არის ულამაზესი, აქეთ ყინვარები, აქეთ ლაილა, აქეთ წესის ხოხი, აგერ ჩვენ ბუზებისგან დაკვენილები და ესე ვარ. ესე ვთქვათ, სცენარე მოპოვებულია ხელით, თვითონ შრომობენ უმაგრესი და უსაყვარლესი გოგოები. ახლა გავსინჯავთ თავშავას უწერია ჰარმონიული სუნთქვა. რომლის სუნთქვა მომჭირდება ეხლა. კაკრას ხელს იწყობს სუნთქვის გაუმჯობესებას, აქტიურებს თვითგანკურნების უნარს. შეგროვებულია და გამზადებულია შინამოს მიერ. ესეც საყვარელი შეფთვა. მადასავარცხლმა ხვიცი და ძალიან უგამომაჩენის გამოაჩინა. ჩემი ცხოვრება ძალიან რთული იყო საბანაკეზე, სანამ ეს ნივთი გამოჩნდებოდა. და მან ჩემი ცხოვრება სრულებით შეცვალა. ეს ალპური ბუზები, აი თქვენ ხედავთ ჩემს თავთან. ცდილობდა რომ ეკმინა, მაგრამ მილიტარისტის და ჰელიკონის ამ თავსაბურავის საშუალებით ეს ყველაფერი ძალიან სხვანაირი გახდა. ისინი ცდილობენ, მაგრამ მე ვერ კვენენ. ჩაის დალევ და დაწყნარდები. დიახ, აი ჩაის დავალევინე მე ხამარ და ეს ნახევარია და 12 საათია ზუსტად წვიმს. არ გადაუღია. ბურგავს წვიმს. რამე წვიმდა აი სასწაულად რა. და ეხლა რა ეს მისლიანი ამინდია და წვიმს ემრიელა. წვიმის რუბელი ქვევით წავიდა, მე გრუხუნდს გესმოდა ქვევითან მხრიდან. ესეთი ზიანი ამინდია ეხლა. წვიმა ეწერა დღევანდელ დღეზე მთლიანი დღის განმავლობაში ფაქტორები, მაგრამ გუშინ ღამის 11 საათიდან დილის 11-მდე არ გადაუღია. და ალბათ ეგ რუბელის გაიფანტა და ის რაოდენობა იწვიმა და დღეს აღარ იწვიმებს და. მოემზადებით გასასვლელად. შეაპები მოვარგეთ ფეხასმის წინასწარ. რაც საქმრობა არის ჩვენი პირადი მაგას ვალაკით ყველაფერს. და ღამე აღარ მოგვიწიოს. მე მაგის ჩალაკება რა. შეიძლება კიდე იწვიმოს და მაინც გამზადებული იქნება ყველაფერი.
დღეს ღამე ალბათ პირველი ნახევარზე ავდგებით, მაქსიმუმ 2-ზე გავალთ და ვნახოთ. კაი ამინდი ეწერა და ეხლა ვეღარ ვნახულობთ უკვე. აქეთ არიჭეს ტელეფონი და რავი მაგის იმედზე რომ კაი ამინდი იქნება გავალთ რა, იმიტომ შემდეგი 3 დღე ძალიან კაი ამინდები ეწერა და წესდებს უნდა იყოს. ისევ ბადე ვიკეთია, იმიტომ რომ ბუზებმა ტვინი გაბურღეს. ეგ არის, ჩავლაგდებით, მერე დავწვევით, დავიძინებთ და 15 და ვიზარდებით გასასვლელად. გარეთ როგორც გავხედე ნისლი დაბალზე არის, ან ჩვენს ქვევით არის ნისლი. და ზევით ვარსკვლავებით ჩანს და ჯერჯერობით როგორ ტემპერატურა არ გვინახია, იქ ავალ ცოტა ხანში კარგი უნდა ნახოთ. საერთოდ მოწვენდილიაცა. ვარსკვლავები ჩანს, ძალიან ცალკე და ძალიან ლამაზია. და არც ცივა რა ფლისით ვარ ახლა გარეთ და არც ცივა. ეხლა არის უკვე პირველი საათი. ნახევარ საათში გავალთ უკვე დავიწყებთ მომზადებას. 2 საათია და გამოვედით საბანაკიდან. დინარე კოხტად გადმოვიარეთ. და ეხლა ავდივართ. ვიწყებთ სიმაღლის აწევას. აი ესეთი პატარა ნიშნულები არის ბილიკზე. ბილიკის ჩანს ასუის. ტრაკია გვერდია რა. არაფერი განსაკუთრებული. მეგობრებო, ოპ. გუშინ ერთი ჯგუფი ამოგვწდა, ამოიარეს და აი აქ ძალიან დაბანაკებულებია. აი კარგი ჩანსიქით. ეს არის ზედა. ხარე კარგად დავწიეთ სიმაღლე, საათში ჩამოვით, ვარაუდობთ რომ აქამდე წეს 2 საათი დაგჭირდებოდა, მაგრამ 1 საათში ჩამოვედით და საკმაოდ კარგად ლაზღანდარაობით, ცხარტული ლექსებით. აქედან ჩაყინული არის ენა და ჩავიცვალთ ტრიაპოს. ზედირობით ჯანზე ვარ ყველგან. დავიწყეთ ყინულის ენაზე და დავიგილება ჩავობთ თოქში და მივდივართ ნელა. პატარა სერვანტინებს ვაკეთებთ, მე ამ პატარა აღმართს ავწევთ და მე დავდივართ სტულში. პატარა ნაპრალები. აი მსხვილი ნაპრალია აქეთ. აი ესე გადიოდა ეს თქმა რა. საკმაოდ მსხვილი ნაპრალებია და ცოტა მარჯვენ გასვლა და მოლა გადავწყვიტეთ. იგი ხოჩასა კამერაში სავარაუდოდ ჩანს. მივდივართ ნელა. ვენესა. ეს პირდაპირ მაილა ჩანს. აქეთ ესეთი სიტუაცია არის შეიძლება. ნელა მზე ამოწაინებლა ციხეობა იქ. აქეთ მაგარი ნაპრალი იყო. ესეთი რომ ძირი არ უჩვენა და გავატრავეთ აქეთ ახლა სტიქასლოს ახლა. და ქროიჩავდივართ და ცოტა გვერდიდან მოვარდო აქეთ ახლა ძალიან დანაპრალებულია. ურს ესე მითხა არის ადრესი და ხაზანა. ის გადავალთ იქიდან ხართ და იქიდან ხრიდან მაიქიდან ჩამოვიდით დაბლა, იმიტომ რომ ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. ზევით და გამოვიდივართ ესე ვატრავეთ, რომ აი კიდიდან შევუყვეთ რა. ნაპრალები არ იქნება იქით. ესეთ ხედები გვაქვს აქეთ. აი ესე ავედით მოკლედ. მივყავით და მე აი ესე დავუპირეთ ასვლა. აქეთ ნაპრალი იყო დიდი ძალიან. და ესე დავუპირეთ ასვლა. მაგრამ იქ ძალიან ცუდი სიტუაცია იყო და ამიტომ ჩამოვედით ქვევით, გადმოვედით და ეს სერპანტინებით ამოვედით აქეთ. ეხლა ესე გავუყვებით. აი ესე გავუყვებით, შუაში გავალთ და მე მარცხენა მხარეს არის წვერვალი. ეს ობობის ჟელიბონი. ესე კოხტა და გემრიელად გამოიყურება. აქაც კაი დანაპრალებულია. და მე გავუყვეთ დასა მე მარცხენა მხარეს მე შევიდეთ. ეს ლაილა. ეს ლაილა არის მეორე ლაილა. და ჩვენ ლაილა. ესე განმე ქეძანა დავდეთ. აი აქ არის აი სიტუაცია. აი ეს ამათ დაგვსო და მე მარჯვენა გავუყვებით. და საკაც საკმაოდ ბევრი ნაპრალია.
ოპ. აი, სულ ცოტა დაგჭა. უღელტე ხილამდე. კიდე ქედამდე. იქით. ეს კაი დიდი ნაპრალი. ეს ამოვიდა უფრო კარგად. შემდგომი არ მოსულა, მაგრამ საკაიფით ამოვიდა. ნელ-ნელა მივდივარ და საშუალოდ ალბათ 6 საათი დავჭირდება. წვერზე ასწორად ხიანობაში, ხა 5 და რაღაც საათი. საათ ნახევარი მაინც დავკარგეთ აი ქვევით ნაპრალების გამო რა. აი, გამროცი ფერდია და ნელ-ნელა წერაყინის და ჯოხლების გამოყენებით ავდივართ. სულ ცოტა დაგჭა. ქედამდე და მერე წვერამდე. მოხვდა პირველი სხივები. ვის გაგვათბო, გაგვალღო. სამუსახები ჩას. უკვე შედებია სასწაული. მეტი როა შეიძლება. შედი და დასახეთი. უფუ. აი ლამასი უშვა. Idzie. Sedilები. ეძირო დაფიხარ მაგალითად შეამონა. დავიცი რა. თეთნუდი. უშპა. იალბუზი, მაზერი კი არა და ლაილა. ესე იგი ქედის მერე, ქედის ამოსulis მერე გიწევს სკოტოვანზე გახვიდე. გაატრავერსო რომ ახვიდე მწერვალზე. ცოტა დიფიციალურია, მაგრამ აიფერი განსაკუთრებული. აი ცოტა შევიწევით ხარზე და ავალ სწორზეც. დიფიციალურია. ისევია ყოდება. ისეთ წერვალი მოდინა გაკოცო ლუკა. შენ რომ წრიაპები გაგვახტებინე, მაგით მომოვედით. გილოცავთ ქალბატონო. 4000 მეტრიან წელვარს. იღებთ. ნიშნული ეს წერვალის. იოჩერები ცოტა ხანი შევჭამთ. რომ სოფრენთ და მე დავაშოვით. აი, მიდის ჭამასმა. დასვენ. 10 საათია და ვიწყებთ დაშვებას ქვევით. აი, ესე ჩავალთ, ჩაუყვებით. მე იქ ცოტა მარჯვნიდან ჩავალთ. აი, ნაპრალებზე არ გავიაროთ და ჩაუყვებით ყინულს ენას. ავი წესით ერთი 2-სკენ, 3-სკენ უნდა ჩავიდეთ რა. ნაშალი არის ისევ როგორც ამოსვლისას. ისევე დაშვებისას, რადგან არ შეიძლებოდა ეს რელიეფი. ლოგიკურია და ჩავდივართ ნელ-ნელა. აი, დამოწია დასაშვები. მიაუ. აი, ჩასვლის დროს ეს თოკი გვაქვს შედარებით დაჭიმული, რომ იგრძნოს, რომ უკან რაღაცა აზღოს ადამიანს, იმიტომ რომ თუ თოკი მოშვებულია, შეიძლება ვარნის შემთხვევაში წკაბდა გაიყოლოს მარტივად კაცის. ცოტა გვერდულად ჩავდივართ. ფუსლები შეგიძლიათ ესე ჩავარჭოთ. ჩახვიდე და ტერაყინს იყენებ დამატებით რაკეთ ჯოხს. შეგიძლიათ სეპარტნიერთიც არ მაგრამ ესეც რაღაც უგი ვარიანტი რა. თოვლი ოდნავ არის გამღალი, მაგრამ დილას ჩაყინული იყო, ესე კარგად ჩადის ფეხი, ამისით გამღალი არ არის, რომ ქაშა იყოს და ვერ ჩავდიოდეთ და კომფორტულად ჩავდივართ. საკმაოდ ჩამოწია სიმაღლე. რავი 10 წუთში მაქსიმუმ ალბათ რა. თოგი გაუჭირე სატანათია. არ გაუქაჩოვან ზად რომ და გვერდულად არის რა.
ზემრო დააჭირა ნაპრალები უფრო გამოჩნდა და მივიდივართ ნელა ერთ ჩავარდა ეს ნახევრად და უხლამდე და ჯობესია ფრთხილად და დაკვირვებით სიარული აქ საკმაოდ ისე ცუდი მონაკვეთია ნაწილი სრული მონაკვეთის ჩამოვიარეთ და ეხა ერთი მონაკვეთი დარჩა აიქამდე რა ქვევით ყინულის ენა რო ჩანს მოცისფროდ მანდამდე იმიტომ თოვლით გადაფარული რა ადგილები და საფრთხილოა დაჭიმული კონდეს ორგატაუp ეს არის ყინულის მასივი და აიქით რაც ჩანს ცოტა რაღაც გამოღვალი თოვლის ვიძეროა ეგ არის ნაპრალზე დადებული ან მაგის ის აი რაც კიდე ოსა ნაპრალი ან ხიანას რაღაც პატარა მინიშებები გააქვს მაგრამ სულ ეგეთი მონაკვეთებია ერთო სხვა რელიეფი ქონდა ღამე და საერთოდ სხვა ხდება დღეს გახსნია ნაპრალები საკმაოდ გახსნიათ რა ნაპრალები ესენი ღამე არც დაგვინახია რა და ამ გზაზე ამოვიარეთ აი აქ ჩანს კარგად აი თოვლის სხვა შეფერილობა აქვს და ქვევით სიცარიელეა რა ჩამოვედით სამშვიდობოს რა ვარც იქნა ძალიან დანაპრალებულია ეხლა აქედან უფრო ჩანს რა როგორი ნაპრალებია ზევით არ ვიცი აი ესე ვიარეთ ჩვენ აქეთ ამ ხრიდან და მე გადავოით მაგრამ ანუ იქითაც დანაპრალებულია ეხლა და ღამე არ ჩანდა საერთოდ დღე უკვე ჩამოსვლის უკან გზაზე საკმაოდ ცუდი სასიარულოა იმიტომ რომ რამდენჯერმე ცუდი ადგილი გავიარეთ საკმაოდ და ხალხი ჩავარდა ხარა და სეზონის თემაც არის მომენტ აგვისტო არის და აგვისტოში უკვე გამნარია თუ ისე რაღაც დოზით ყინვარი და ეს პრობლემებიც იქნება ბარემ რო არ დაგვეგვიანა ქვევით ლაილა და სასტუმრო დავჯავშნეთ სასტუმრო და კუბდარი დავჯავშნეთ და ეხლა ვალაგებთ ყველაფერსო დროულად ჩავიდეთ გამოვიდით საბანაკიდან და ვიტოს ისე სიმაღლით ატევა 300 მეტრი გასწავლილ სულ სადაც 6 კილომეტრი და ასაწევი 300 და ასაწევი არ მახსოვს სადაც 1000-მდე რა 1000 მეტრამდე 5 ნახევარია რავი ალბათ 10-ზე ჩავალთ მანქანასთან არ შეიძლება უფრო აზრიც მე გააჩნია პუნქტები რა მდგომარეობაში იქნება რა ამ არის ნახევარი ამოვიარეთ და ანუ გადავიდა ზურგის სიარულზე კამერა ჩართო და მინდის ეს კარის უგერას უკვე გემრიელად მეური აღარ დავშვას აი აგერ არის უგელდეხილი 1 საათში ამოვედით ეს ამაღლება როცა იმ დღეს 1 საათში ჩავედით არ ვიცი რა ხდება არა დღეს დავიღალე რაღაცა ხდება აი ხუნა ჩავიდეთ ტყეში და ტყიდან კიონაში შევიდეთ და ბოლოს იქ უნდა ჩავიდეთ სოფელში მაგრამ იქამდე მანქანა ყავს მაგრამ წინ უშვა აჯერ არ გამდება მაგრამ უკვე ჩრდილია და ცივა ესე იგი დაღმართი ნახევარი ფაქტობრივად ჩამოვიარეთ დაახლოებით 40 წუთში დაგვჭა კიდე ნახევარი და ეხლა არის რომელი საათი 7 უკლია 15 წესით რვისკენ შეიძლება ვიყოთ უკვე მანქანასთან უღელტეხილიდან ჩამოვედით საათსა 15 წუთში ტყის პირზე აქედან მანქანამდე ალბათ დაგვჭირდება მაქსიმუმ 15-20 წუთი და ზუსტად 8-თვის ვიქნებით მანქანასთან და ძალიან კაი დრო არის ამ მთლიანობაში საშუალოდ აქედან მანქანიდან ზევით საბანაკემდე ასვლაში დაგვჭირდა 6 საათი და ჩამოსვლაში 3 საათი ანუ ის ფორმულა სწორია რომ რაც ასვლაში გჭირდება დრო იმის ნახევარი გჭირდება ჩამოსვლაში მოცვით გაიჩიტა ახლა ჩუდავიდინო ხუბრის ხარჯზე აიმე
კონტროლ საბანაკესაც ჩამოვწდით და თითქოს მეც მანქანამდე გამოგვივიდა 118 კილომეტრი დღეს. მწვერვალიანად. აი ხო დავიყალეთ, მაგრამ ხო გავუწყდით. ვიარეთ, აქეთ ვიარეთ, იქით ვიარეთ. მუხლები აქვთ კიდე ის და ჩამოვდივართ, ახლა მოვდივართ. მივიდეთ მანქანამდე და სასიხარულო არის ის ამბავი, რომ გაგშეგრძნება, რომ სოფელში უნდა ჩახვიდე და კიდე დამატებით 2-3 კილომეტრია, რომ აგერ კვერნა გას თუ არა ჩამოვედით, მოკლედ შვიდობიანად, კარგად გოხდათ. ძალიან სასიამოვნო იყო მანქანა რომ დახვდა იქ და კიდე დამატებით 2 კილომეტრის და 3 კილომეტრის გავლა არ მოგვიწია. ეხლა მივდივართ მესტიაში, სასტუმროში და ერთ-ერთ ყველაზე მაგარ ადგილას, სადაც შეგიძლიათ ჭამოთ უგემრიელესი კუბდარი. ეს არის ლანჩვალის კაფე. აი რომ მივალთ ადგილზე. დღეს მთელი დღე ნაპრალებზე დავდივართ, ეხლა კუბდარის ნაპრალებზე უნდა ვიაროთ. აგერ ანანოც გამზადებულია ჭვიშტარის ფეტვიანი ჭვიშტარის საჭმელად და ჩვენ კიდე კუბდარი უნდა დავიპყროთ. როგორ ჩავდივარ ძარვალის თოქში ჩავიდა. მომაცადე. მოდი ისე რომ გეთოქზე არ დაგეჯიბო. დაჭიმე. ლანჩვალის სასტუმრო. აქეთ თეთრმოლის ხედი. იქით ლაილა, მაგრამ ეხა არ ჩენს წესიურად. და ეხა მივდივართ დიად კუბდართან. დიდებულ კუბდართან. და აი მოჭიდავის ყურიც აქ არის კოღოებისგან გამზადებული ბუზებისგან. აი ამ ნაპრალში გვჭირდება თოკი რომ გადავიდეთ. ან უნდა მოვაროთ აქედან და შემოვიდეთ აქედან. მარშრუტი დახაზულია. მინდა სახელი. ჩაუდრო მასში. ახალგაზრდა კაცი მივზანდება თეთრმოზე. დღეს საბანაკეზე ხვალე წვერზე და ნახოთ რა იქნება. ამინდის მოდელმა ცოტა ეს არ უყარია წვიმა დღეს ალბათ ნახავ აი ეს არის ის დიადი კუბდარი რომელიც 2 დღის შემდეგ მოვიდა ჩვენთან მაგრამ ხარი ვერ დათქვა მანამდე ხარი ვიცვამდა თურმე ხარი ვიც დალევა ხედავ აზე ხარ სადა აქამდე არ ой, меня сахарелия. Таджики, кстати. Крутунепс. Подсгури.